გამარჯობათ. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ამ არხზე დაბრუნდით. ეს არის პოდკასტი Mindset მინდია გაბიჩვალძესთან და მე ვარ მინდია გაბიჩვალძე. ეს მინდა გადავწყვიტე რომ დამეწყო დასაწყისით. დასაწყისზე რას გულისხმობ? მინდა ვისაუბრო ფსიქოლოგიას. ვინ არის ფსიქოლოგი? რა არის ფსიქოთერაპია? რა არის აპროფესიონალური, რა არ არის მისაღები, რა არის მისაღები? და ზუსტად ამ კითხვებზე მინდა დღეს ვისაუბრო. თქვენთან გავატარო დრო და გავცე ამ კითხვებზე პასუხი ჩემი გამოცდილებით. ძალიან ხშირად ზოგს გონია, რომ ფსიქოლოგია უბრალოდ საუბარია. ზოგი ფიქრობს ეს რჩევების მიცემა. ზოგს გონია, რომ არის რაღაც ინტუიცია, ან რაღაც სპირიტუალი მიდგომა, ან პიროვნული თვისებები შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის. პირველ რიგში ყველაზე მარტივად რაც შემიძლია აღნიშნო, რომ ფსიქოლოგია არის ჯანდაცვის სფერო. და როგორც ნებისმიერი ჯანდაცვის სფერო, ფსიქოლოგიასაც აქვს თავისი წესები, თავისი განათლება, ეთიკა და პასუხისმგებლობა. მოდი დავიწყოთ დღეს რა არის ფსიქოლოგია. რადგან სწორედ აქ იწყება ყველაზე ხშირად დაბნეულობა. ფსიქოლოგია არ არის იგივე, რაც ფსიქიატრია. ფსიქოლოგია ძალიან ადვილადაა განსაზღვრული ამერიკის ფსიქოლოგიურ ასოციაციას. ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაცია განსაზღვრავს, რომ ეს არის გონების და ქცევის მეცნიერული შესწავლა. ფსიქიატრები არიან სამედიცინო ექიმი. ისინი სწავლობენ სამედიცინო უნივერსიტეტში და ასევე ნიშნავენ მედიკამენტებს. ფსიქოლოგები მიუხედავად იმისა, რომ დოქტორის წოდება გვაქვს ჩვენ არ ვართ სამედიცინო ექიმი. ფსიქოლოგია არის მომზადებული იმისთვის, რომ გაიგოს ადამიანის ქცევა, ემოციები, ტრავმა, ფიქრის პატერნები, ურთიერთობები, საერთოდ ნერვული სისტემა და იმუშაოს ადამიანთან შეფასების და ფსიქოთერაპიის გზით. ფსიქოლოგია არ არის მიხვედრა. ეს არ არის მოტივაციური საუბარი ან რჩევების მიცემა. და რაც მთავარია, რაზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს ნამდვილად არ არის coaching. Coaching-ი გამახვილებას ახდენს და ფოკუსირებას ახდენს შესრულებაზე, მიზნებზე და მომავალზე. და ზუსტად ამის შედეგებზე მიდის მუშაობა. ფსიქოლოგია კი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს ფოკუსირებას, ემოციურ ფუნქციონირებაზე, ტრავმაზე და იმ გრძელვადიან პატერნებზე, რომელიც ხშირად ძალიან ადრე იწყება ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის მეცნიერული და ეთიკური პროფესია, კონკრეტული მომზადების და სტანდარტებით და პროფესიული წესებით. რამდენჯერმე უკვე ვახსენე რეგულაციები და შეიძლება გაჩნდა იმის შეკითხვა, რომ რატომ არის ეს რეგულაციები ასეთი მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ როცა პროფესია განსაკუთრებით ჯანმრთელობის პროცესია არ არის რეგულირებული, პირველ რიგში პაციენტი ზიანდება ამით და ზარალი დგება ამასთან დაკავშირებით. როცა არ არსებობს კაფიო სტანდარტები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს ფსიქოლოგი უწოდოს, თუნდაც რამდენიმე თვიანი კურსების გავლის შემდეგ. პაციენტებმა ძალიან ხშირად არ იციან, ვინ არის რეალურად მომზადებული, როგორ არიან მომზადებული და რაც მთავარია, როდესაც რაღაც ზიანი მოხდება, ვინ არის ამის პასუხისმგებელი? ან სად მივიდნენ, რას მიადგნენ, არავინ ეს არ იციან. იმ ქვეყნებში, სადაც ფსიქოლოგია არის რეგულირებული, ყოველთვის არსებობს ლიცენზირების ორგანო, ასევე არსებობს ეთიკური ზედამხედველობა და პაციენტების დაცვის მექანიზმი არის ამაში გამოყენებული. მაგალითად, ავიღოთ შეერთებული შტატები, სადაც მე მაქვს ამაში ვარ ჩართული. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ეთიკური კოდექსის მიხედვით ჩვენ ყველა ვეღრდნობით. ასევე ჩვენ ყველა ვემორჩილებით საკუთარ შტატში, რომელ შტატში ცხოვრობ, იმის ლიცენზირების კანონებს. კანადაშიც ასევე მიმდინარეობს, კანადაში ფიგურირებს კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციის ეთიკური კოდექსი. ევროპაში ცოტა, როგორც მე ვიცი, კვლევით, ცოტა უფრო განსხვავებულია, რადგან ერთი საერთო სისტემა არ არსებობს, მაგრამ ბევრი ქვეყანა ეყრდნობა საერთო პროფესიულ ჩარჩოს.
რომელიც EuroPsych-ს ეწოდება და რომელიც ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაცია არის შექმნილი და ესენი აკონტროლებენ გარკვეულ კანონებს. როგორც ხედავთ, რა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემაა, მაგრამ ერთი საერთო ძალა და ერთი საერთო პრინციპი არის ყველგან. ფსიქოლოგია არის რეგულირებული და ეს არის ჯანდაცვის პროფესია. მოდი შევხედოთ, ალბათ გაჩნდა თქვენში ესეთი შეკითხვა, როგორ ხდება ადამიანი ფსიქოლოგი, როგორ აღწევს ამას. ეს სხვადასხვა ქვეყნებში ცოტა სხვადასხვანაირად არის, მაგრამ მე აგიხსნით, გადმოგცემთ, როგორ ხდება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგი იღებს პირველ რიგში სადოქტორო განათლებას. დაახლოებით 3,000 საათი არის ზედამხედველობით კლინიკური პრაქტიკის მიღება ლიცენზიამდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ლიცენზიის გამოცდის ჩაბარება და ხდები კლინიკური ფსიქოლოგი. ასევე ყოველ 2 წელიწადში ჩვენი მოვალეობა რომ 36 საათი უწყვეტი განათლების გაგრძელება. ეს არის ახალ გამოკვლევებთან დაკავშირებული და ახალ ქცევებთან და კანონებთან არის დაკავშირებული. აი მე მაგალითად ამ პროფესიის მიღწევაში დამჭირდა 7 წელიწადი, რომ ჩემი თავისთვის დამერქვა და წარმედგინა ჩემი თავი როგორც კლინიკური ფსიქოლოგი. პირველი არეულობა ჩემ თავში მოხდა, როდესაც 2015 წელს საქართველოში ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვატარებდი ტრეინინგს, 5-დღიანი ტრეინინგი იყო ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით და მახსოვს, რომ ერთი ახალგაზრდა გოგო, რომელიც მაშინ იყო 23 წლის, თავი გამოცნო როგორც ფსიქოლოგს. როდესაც ის მიყვებოდა თავის თავზე და შეკითხვას მისმევდა, ამ დროს ჩემ თავში მიდიოდა ესეთი დიალოგი ჩემ თავთან, რომ ძალიან მიკვირდა და ძალიან გახარებული ვიყავი, რომ აუ რა ჭკვიანია ეს ახალგაზრდა გოგო, რომ ამდენს როგორ მიაღწია, იმიტომ რომ მე კიდე მეგონა, რომ საქართველოშიც რაღაც გარკვეულ გზას ჰქონდა, გარკვეულ კანონებს ჰქონდა ადგილი. და მე ეს გაუზიარე, რომ იმიტომ რომ შეკითხვა გავამეორებინე და არ მინდოდა რომ იმას ეგონა რომ არ უსმენდი, უბრალოდ უთხარი რომ ალბათ რა ბედნიერები არიან შენი მშობლები, რომ ასეთი ჭკვიანი ხარ. ამან ცოტა არეულობა გამოიწვია ოთახში, იმიტომ რომ ვერავინ ვერ მიხვდა მე რატო ვსვავდი ამ შეკითხვას და მაშინ გაირკვა, რომ საქართველოში არ იყო რეგულირებული და ამ გოგოს ჰქონდა ბაკალავრული დამთავრებული და ამჟამად მუშაობდა ციხეში. და ჩემთვის ეს იყო მცხოთა შორის შოკი. ამიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ბაკალავრის დამთავრებულს არ აქვს არა მხოლოდ განათლების ის დონე მიღებული და ასევე პრაქტიკის მიღებული, არა მხოლოდ რომ იმათმა პაციენტებთან მუშაობს და მით უმეტეს იმ ჯგუფთან, რომლებიც ამჟამად ციხეში არიან ან რაღაც გარკვეულ ისეთ მდგომარეობას, ფსიქოლოგიური ისეთ მდგომარეობაში არიან, დიდ ტრამვაში არიან. ეთიკა არსებობს, იმიტომ რომ ფსიქოლოგები ცუდი ადამიანები კი არ არიან, არამედ იმიტომ რომ ძალაუფლების დინამიკა არ აირიოს. თერაპია არ არის თანასწორი ურთიერთობა. პაციენტი მოწყვლადია, ფსიქოლოგს აქვს ავტორიტეტი და ძალა და თუ იქ წესები არ არსებობს, რომ იმისთვის რომ ზიანი არ მოხდეს, ისევ პაციენტი შეიძლება დაზიანდეს ამით. მაგრამ ალბათ გაჩნდა კითხვა, რომ მაშინ რისი უფლება აქვს, ან რისი უფლება არ აქვს ფსიქოლოგს. მოდი ამასაც შევხედოთ. პირველი, რაც არის ფსიქოლოგიაში, ეს არის, რომ ფსიქოლოგმა უნდა დაიცვას კომპეტენციალობა. კომპეტენციალობის პროცესი არის ჩვენი მთავარი ფუნდამენტალი. არის შემთხვევები, როდესაც ეს კომპეტენციალობა ირღვევა. ეს არის 4 შემთხვევა, მთავარი 4 შემთხვევა და მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება. პირველი შემთხვევა არის, როდესაც პაციენტი გამიზიარებს ას, რომ გეგმაში აქვთ, რომ ვიღაცას ზიანი მიაყენონ ან თავის თავს. და მინდა გავამახვილო, რომ ამაზე ვსაუბრობ მომავალზე. მომავალში აქვთ ამისი გეგმა. თუნდაც იმათმა
თუ რაღაც ჩაიდინეს წარსულში, თუნდაც 5 წუთის წინ, სანამ ჩემ ოთახში შემოვიდნენ, ეს საიდუმლო რჩება ჩემს და პაციენტს შორის. დარღვევა ხდება მხოლოდ, როდესაც მათ მომავალში აქვთ დაგეგმილი, რომ ვიღაცას ზიანი მიაყენონ. თუნდაც 5 წუთის წინ მოხდა მკვლელობა, ეს ჩვენთვის რჩება ჩვენ შორის, იმ ოთახში, ჩემს და პაციენტს შორის. ყოველთვის არის დამოკიდებული მომავალზე, მომავალს გეგმაზე და ამისთვის ჩემი მოვალეობაა, რომ მე დავიცვა არა მხოლოდ პაციენტი, არამედ ის ადამიანი, რომელზეც არის დაგეგმილი. ამ შემთხვევაში მე ამას ყველაფერს ვუზიარებ პოლიციას და ასევე პაციენტს ვეხმარები, როგორ შეიძლება ამის განეიტრალება. და თუ ყველაფერი კიდევ ერთხელ მოხდა წარსულში, ეს ყველაფერი ისევ რჩება საიდუმლოდ. ასევე არის მონაკვეთი, როდესაც პაციენტი გაგიზიარებს, რომ მოხდა ბავშვის ძალადობა, ბავშვზე მოხდა ძალადობა. ამ შემთხვევაში ძალადობა თუნდაც წარსულში მოხდა, მაშინ კომპეტენციალობა ასევე ირღვევა, თუ იმ ადამიანს, ვინც ძალადობა გამოიწვია, აქვს კიდე ბავშვებთან რაღაც მიდგომა. თუ იმის გვერდზე არსებობენ ბავშვები, ამ შემთხვევაში ჩვენ ამას უზიარებთ ბავშვების დაცვის ორგანიზაციას და ასევე ვატყობინებთ პოლიციას. ესევე ხდება თუ რაღაც მოხდა ადამიანებზე, რომლებიც არიან 65 წელს გადაცილებული და ასევე იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ჯანმრთელობის disability, რაღაც გარკვეულად ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ კომპეტენციალობა ირღვევა. ასევე ფსიქოლოგს არ აქვს უფლება ემოციურად გამოიყენოს პაციენტი. რას გულიხმობ ახლა ამაში და მინდა რაღაც გარკვეული კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ და გაგიზიაროთ თერაპიასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვინღამე მოგწეროთ რაღაც შეტყობინება და თავისი ემოციური აზრების გაზიარება დაიწყოს ფსიქოლოგმა თქვენთან. არასწორად წარმოგიდგინოთ საკუთარი განათლება, საკუთარი გამოცდილება. თუნდაც პირადულ ჩვენთან, მაგალითად, ამერიკაში არ შეიძლება, რომ მე პაციენტთან პირადულ სოციალურ ქსელში მქონდეს ურთიერთობა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადულ სოციალურ ქსელში, არა პროფესიონალურ სოციალურ ქსელში. მეგობრობის შეთავაზება ამ შემთხვევაში. საკუთარი რომანტიული პრობლემების გაზიარება, არ შეიძლება თერაპიის ფარგლებს გარეთ შემოგთავაზოთ შეხვედრა. ფსიქოლოგს ასევე არ აქვს უფლება გააკეთოს სექსუალური ან ინტიმური კომენტარები თქვენს მიმართ. რას გულისხმობ ამაში? მაგალითად, რაღაც კომენტარი მოგცეთ თქვენ ჩაცმულობაზე ან ფიზიოლოგიურ გამოხედვაზე, თქვენ შეხედულებაზე. რაღაც გარკვეული კომენტარი გააკეთოს ან გააგრძელოს ამაზე საუბარი, ან ხშირად მოგცენ გარკვეული კომპლიმენტი, ან შემოსვლის დროს ის მოახდინოს, რა ქვია, თქვენთან გადახვევა მოახდინოს და ეს იყოს ცოტა უფრო ისეთი ძლიერი გადახვევა, ან რაღაც არაკომფორტაბელური სიტუაცია შექმნას ფიზიკურად და სექსუალურად, თქვენს ინტიმურ პერიოდში. ეს მინდა გახსოვდეთ, რომ ეს არ არის სიყვარული, ეს არ არის ახლო ურთიერთობის დამყარება, ეს არის ძალის ბოროტად გამოყენება. და ეს ძალიან ხშირად უცებ არ ხდება, ეს ნელ-ნელა იწყება. და ამისთვის ხშირად ფსიქოლოგებს დაკარგული აქვთ თავისი ლიცენზია და საერთოდ აკრძალული აქვთ მომავალში პაციენტთან ან ჯანმრთელობის ნებისმიერ სფეროში მუშაობა. 15 წუთზე მეც თლიანად გაერთიანებულად საუბრობს სეანსში, რაღაც არასწორად მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს დრო არის თქვენი და თქვენთვის უნდა იყოს გამოყენებული და არა ფსიქოლოგისთვის. როდესაც ფსიქოლოგი კიდევ ერთხელ ფსიქოლოგიაში რაღაც არასწორად მიდის,
შედეგი თეორიული არ არის და ამის განმარტვას აზრი არ აქვს. ეს არის რეალური და ეს რეალურ ადამიანებს ეხება და შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოყვეს ამას თუ იმ წუთასვე არა მომავალში შეიძლება ძალიან დაზიანებული იყოს. დასვათ კითხვები რომ რა განათლება და ლიცენზია აქვს ამ ადამიანს მიღებული. ვიცი რომ საქართველოში არ არის ბევრი ლიცენზიები, მაგრამ არის გარკვეული როგორ აქვს განათლება, სადაა აქვს განათლება მიღებული. ასევე შეგიძლიათ შეკითხოთ რა არის მათი თეორიული მიდგომა, როგორ უდგებიან თერაპიას. რა არის მათი ფასი, რა სამუშაო წესები არსებობს მასში. ზუსტად კონფიდენციალობასთან დაკავშირებით, რა არის მათთვის კანონი, როგორ არის ამის დაცვა, მით უმეტეს საქართველოში, როდესაც ძალიან თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. ერთ პატარა ქალაქში, ან თუნდაც რაიონში, ხო, ძალიან ბევრი ერთმანეთს იცნობენ. როგორ არის ეს დაცული? ეს უნდა აუცილებლად იკითხოთ. რა უნდა გაკეთდეს? თუ თავს დაზიანებულად გრძნობთ, ვისთან შეიძლება მიმართოთ, ან ვინ არის ამის გამოკონტროლებული. ერთი რაღაც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ პროფესიონალი ფსიქოლოგი ასეთ კითხვებს მიესალმება. ქართულ კულტურაში ჩვენ გვახსოვს ხშირად ვცემთ პატივს ავტორიტეტს და გვინდა მიმართულება და გვინდა პასუხის მიღება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ დავსვათ ისეთ შეკითხვას, რომ რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო ამ შემთხვევაში. გულწრფელად მინდა გაგიზიაროთ აზრი, რომ რჩევამ შეიძლება ძალა იმ წუთას რაღაც გამოსავალი გაჩვენოთ, მაგრამ ის ძალას გართმევთ. თუ მე გეტყვით რა გააკეთოთ, შეიძლება მომისმინოთ, შეიძლება კაი აზრი მქონდეს, მაგრამ ბოლოს ამ გზით საკუთარ თავზე ნდობას ვერ ისწავლით და საკუთარ ძალას ვერ დაინახავთ. თერაპიის მიზანი არის ის, რომ გაგვიჩნდეს შიდა სიცხადე და გავიგოთ ზუსტად ჩვენ როგორ ვუდგებით ცხოვრებას, ჩვენ როგორ ხედავთ ცხოვრებას. არა მე როგორ ხედავთ თქვენ ცხოვრებას, არამედ თქვენ როგორ ხედავთ თქვენ ცხოვრებას. ჩემთვის მთავარი მასწავლებელი და მთავარი მიმდგომი ხართ თქვენ. თქვენ მასწავლით მე როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდზე. თქვენ მასწავლით რა გჭირდებათ ჩემგან. პირველი ყველაფერი იწყება თქვენგან. მაგალითად ერთ ფაქტს გეტყვით, აი ფსიქოლოგმა არ უნდა გითხრათ, რომ დაშორდი იმ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს. ფსიქოლოგმა უნდა დაიწყოს თქვენთან საუბარი და დაიწყოს იმით, რომ მოდი ერთად დავაკვირდეთ. რა არის შენი პეტერნები, რა არის შენი შიშები, რა გაჩერებს ამ ურთიერთობაში, რატომ ხარ ამ ურთიერთობაში ამჟამად. ფსიქოლოგიაში უნდა დავინახოთ, რომ როგორ ხდება თქვენი მიდგომა. მიზანია, რომ ამ მიდგომით მიიღებთ გააზრებულ და სწორ გადაწყვეტილებას და აი ამ გზას სხვა ფაქტორებშიც გამოიყენებთ. ძალიან ხშირად მე ვარ პირდაპირ მიდგომა მაქვს პაციენტებთან, მაგრამ ამას ასევე დრო ჭირდება, რომ მე ეს პირდაპირ პასუხი დავცე, პირდაპირ შეკითხვით დავცე. მე ყველაფერს ვსწავლობ ჩემ პაციენტზე. მე ვიცი იმათი ცხოვრება, მე იმ ცხოვრებაში შევდივარ ისევე, როგორც ისინი წარმომიდგენენ. მე ამ შეკითხვებს, პირდაპირ შეკითხვებს ვსვავ, იმიტომ რომ მე მაქვს შეჯამებული მაქვს, მე დანახული მაქვს, მე მესმის და მე დანახული მაქვს თქვენი ცხოვრება და ჩემი მიზანია არა ის რომ კონტროლი გაგიწიოთ, არამედ რომ თქვენ თავისუფლად იგრძნოთ თავი და საკუთარ გონებასთან დაიწყოთ ურთიერთობა, რომ თქვენ დაინახოთ ეს ყველაფერი. მე პირადად, როგორც ფსიქოლოგი, თერაპიის სივრცეში არ შევდივარ იმ განზრახვით, რომ რაღაც გამოვასწორო. არაფერი არ არის გამოსასწორებელი. თქვენი ცხოვრება არის თქვენი ცხოვრება. გამოსასწორებელი მე თუ გრძნობ, რომ რაღაცა უნდა გამოვასწორო, მაშინ მე უკვე შეცდომაში ვარ. უკვე შეცდომით მაქვს დაწყებული ყველაფერი. მე შევდივარ იმისთვის, რომ შეიქმნას ჩვენ შორის ურთიერთობა. იმიტომ რომ ორი აზრი უფრო ძლიერად დაინახავს და უფრო სწრაფად დაინახავს რა ხდება, როგორ ხდება და რა უნდა შეიცვალოს. ორ ადამიანს შორის მყარდება სიმართლე,
უსაფრთხოება და პატივისცემა. ზუსტად აქედან იწყება თერაპიული გამოსწორება. გზები აქეთ იწყება. ჩემი მიდგომა დაფუძნებულია ურთიერთობაზე. მე ვაკვირდები, როგორ უკავშირდებით თქვენ ადამიანებს, რა ურთიერთობა გაქვთ, როგორ იცავთ თავის თავს, როგორ აღნიშნავთ ემოციებს, როგორ გამოხატავთ ამას ყველაფერს. მე ასევე ვაერთიანებ ნეიროფსიქოლოგიურ მიდგომას და ვაკვირდები, რომ ტვინში რა ხდება ამ პერიოდში, ამ ემოციებთან დაკავშირებით, რომელი მხარე არის უფრო მეტად ჩართული და მხოლოდ ამ ყურადღების მიქცევის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ტრავმა როგორ არის აღწერილი, როგორ არის ჩაბეჭდილი თქვენ თავში და როგორ შეგვიძლია ჩვენ ამის მიდგომა და ამის გამოსწორება. მე მინდა თქვენთან ერთად გაგიცნოთ თქვენ, როგორც თქვენ იცნობთ თქვენ თავს, ასევე მე მინდა ამ გზაში ვიყო და დამარწმუნეთ, რომ ეს არის დიდი პრივილეგია ჩემთვის, რომ მე მაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენთან ერთად ვიყო და თქვენ ცხოვრებაში ეს პატარა მონაკვეთი მქონდეს ამ გზაში ჩარეული. ჩემი დამოკიდებულებით, გამოცდილებით უნდა დავაკვირდე ყველაფერს. რაც ოთახში ხდება. თუნდაც სიჩუმე, როგორ იგრძნობა სიჩუმე, თქვენ როგორ გრძნობთ თავს სიჩუმეში. მეც სიჩუმეს ვარღვევ, იმიტომ რომ მე არ კომფორტულად გრძნობ თავს. ეს ჩემი პრობლემაა, თქვენი არა. მაშინ მე იქ არ უნდა ვიყო. მე იქ აზრი არ არის, იქ ჩემი აზრის ყოფნა და მე მინდა აი ამას ყველაფერს ყურადღება მიაქციოთ თქვენ ფსიქოლოგთან თუ მუშაობთ ამჟამად. როგორ გრძნობს თავს ფსიქოლოგი სიჩუმეში. იმიტომ რომ ხანდახან სიჩუმე არის მთავარი. მე მყავს ერთი ნეიროქირურგი პაციენტი, რომელიც ძალიან ხშირად მოდის, ძალიან ხშირად არის შემთხვევა, რომ როდესაც ის შემოვა, უბრალოდ ტახტზე დაწვება და ჩვენ 45 წუთი სიჩუმეში ვართ. ძალიან ხშირად ის გამომხედავს, რომ დაინახოს, რომ მე მასთან ერთად ვარ. მაგრამ ჩვენ არ საუბრობთ. აი ამ სიჩუმეში ყველაფერი ხდება, რაც მას ჭირდება. იმიტომ რომ მე მასთან ერთად ვარ, სადაც მას მე ვჭირდები. მსოფლიო მასშტაბებით ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი სირთულეა, მით უმეტეს კოვიდის შემდეგ. ყველა ქვეყანა განსაკუთრებით მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია გამახვილებულ ყურადღებას ახდენს ფსიქოლოგიურ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ თუ ყველა ჩვენგანი არა, ჩვენი უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გვექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდება. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ფსიქოლოგია არის ჯანმრთელობის სფერო და ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. შფოთვა, წუხარება, ტრავმა, დეპრესია, ეს ყველაფერი ადამიანური გამოცდილებას ეკუთვნის. ფსიქოლოგიაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გრძელდება ეს მდგომარეობა, რამდენად ინტენსიურია ეს თქვენ ცხოვრებაში და რაც თავარია, როგორ აფერხებს ის თქვენ ყოველდღიურ ფუნქციონირებას. ცვლის თუ არა თქვენ ფუნქციონირებას. დახმარების ძიება არ ნიშნავს, რომ თქვენთვის რაღაც არასწორად მიმდინარეობს. ეს პირიქით ძალაა. ეს ნიშნავს, რომ ტკივილზე გონევრულად რეაგირებას ახდენთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალა იპოვეთ თქვენ თავში. ეს ყველაფერი, რაც დღეს ვისაუბრე, რომ გავაერთიანო, მინდა ერთ ფაქტს გავამახვილო ყურადღება, კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ ფსიქოლოგია არის ჯანდაცვა. მას ჭირდება განათლება, მას ჭირდება ეთიკა და ყველა თქვენთაგანი და მეც ასევე იმსახურებს კომპეტენტურ პატივისცემით სავსე დახმარებას. დიდი მადლობა, რომ ჩემთან გაატარეთ ეს დრო. იმედია, რომ მე მოგაწოდეთ და გაგიზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებთ თქვენ ცხოვრებაში.
კიდევ ერთხელ ეს არის პოდკასტი Mindset მინდა გაბიჩვაძესთან და შემდეგ შეხვედრამდე. მადლობთ.